მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში აქციზის გადასახადი რამდენჯერმე გაიზარდა, ბიუჯეტში მისი შემოსავლები განუხრელად მცირდება. სპეციალისტების ნაწილი ამას პირდაპირ უკავშირებს კონტრაბანდის ზრდას და ამბობენ, რომ თავის მხრივ კონტრაბანდა სწორედ აქციზის განაკვეთის ზრდით სტიმულირდება. ასე რომ გადასახადის ზრდით საბიუჯეტო შემოსავლის გაზრდის მიზანს ხელისუფლება ვერ აღწევს. პირიქით, ბიუჯეტი შემოსავლებს კარგავს. რაც უფრო მეტად იზრდება გადასახადები, ეს არის ავტომატური სტიმული ეკონომიკისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომ სფერო გადავიდეს ჭრილოვან, ასე ვთქვათ, ეკონომიკაში. და ჭრილოვან ეკონომიკის გადასვლა უკვე ნიშნავს იმას, რომ დასაბეგრი ბაზა მცირდება, შესაბამისად, კონტრაბანდა იზრდება, ასე ვთქვათ, უხარისხო პროდუქტი იზრდება ბაზარზე, ყველაფერს რომ თავი დავანებო და შემდეგ უკვე მეორე ერთის ხვისა ის რომ გამჭროალი ეკონომიკა არ გაქვს და ბიუჯეტში დანაკლისი რაც უფრო მეტად იზრდება გადასახადები ბიზნესისთვის წახალისება არის რომ გადასახადები დაიმალოს ჭრილოვანი ეკონომიკისკენ გადაიწიოს ასე ვთქვათ ამ სფერომ და ვიღებთ უკვე ეფექტს. აქციზის გადასახადის ზრდის ტრენდი ქვეყანაში 2017 წლიდან გაჩნდა. მაშინ ეს აიხსნა იმით, რომ მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლის გამო ბიუჯეტში გაჩენილი 500 მილიონის დანაკლისი უნდა შევსებულიყო. თუმცა ეს არასწორი გადაწყვეტილების ეკონომიკურად შეფუთვის წარუმატებელი მცდელობა აღმოჩნდა, რადგან აქციზი სრულად გაუმართლებლად გაძვირდა შემდეგ წლებშიც. დაბეგვრის განაკვეთის ზრდა, როგორც წესი, ასტიმულირებს ჭრილოვან ეკონომიკას და კონტრაბანდას. ქვეყანაში არ იხდიდნენ გადასახადებს, უაქციზო სიგარეტი შემოქონდათ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან თუ რუსეთის ფედერაციიდან. ეს არხები სამწუხაროდ დღესაც ბოლომდე დახურული არ არის, რა თქმა უნდა. იგივე იქნება თქვა კონტრაბანდულ საწვავთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველა ახალი რეგულაცია ახალისებს ბიზნესების ჭრილში გადასვლას და საბოლოო ჯამში ეს მაინც დაფარული გადასახადებია. მესმის რომ ეს კრიმინალია, კი ბატონო, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ ამის მასშტაბი იზრდება, ქვეყანა ზიანდება და შემდეგ ადმინისტრირება ძალიან ჭირს. აქციზის გადასახადის ზრდა თანაბრად მტკივნეული ბიზნესისთვისაც და ფიზიკური პირებისთვისაც საწვავის შემთხვევაშია. შეიძლება ვიღაცა არ იყოს წეველი ან არ მოიხმარდეს ალკოჰოლს, მაგრამ საწვავი ყველას გვეხება, ხო? ამ შემთხვევაშიც აქციზის ფასის ზრდა ხშირ შემთხვევაში სწორედ რა თქმა უნდა მოქმედებს საწვავის ფასის გაძვირებაზე, მაგრამ ჩვენს მეზობელ თურქეთში მაგალითად აქვთ ასეთი მოდელი. ეს საწვავის აქციზი არის ცვალებადი, თუ საერთაშორისო ბაზარზე იზრდება აქციზის ფასი, თურქეთი ამცირებს აქციზის საფასურს. ჩვენთან არის რაღაც ფიქსირებული და არ იცვლება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად გადასახადები კი არ იზრდებოდეს, არამედ იყოს პროგნოზირებადი, გრძელვადიან პერიოდში და კონდეს შემცირების ტენდენცია. გაზრდილი სააქციზო განაკვეთით გაძვირებულ პროდუქტებზე მოთხოვნა იკლებს. მით უფრო რომ აქციზით იბეგრება პროდუქტები, რომლებიც პირველადი საჭიროების არაა. სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ დაბალი გადასახადები და მკაცრი ადმინისტრირება ყველაზე ეფექტურია საქართველოსნაირი ეკონომიკისთვის. როდესაც რაიმე პროდუქციაზე აქციზის გადასახადი იზრდება, შესაბამისად ბიზნესი ამას მოგების მარჟაში ასახავს და შესაბამისად ფასიც იმატებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული მოთხოვნის შემცირება მომხმარებლების მხრიდან. მით უმეტეს, როდესაც აქციზით იბეგრება ისეთი პროდუქტები, რომელიც არ არის, ვთქვათ, ყოველდღიური აუცილებელი მოხმარება. იგეგმება, დაგეგმილი არის წლის დასაწყისში, რაღაც რაოდენობა გაიზარდა აქციზი, შესაბამისად მოთხოვნა მოიკლო, ანუ ნაკლები ვაჭრობა მიდის და შესაბამისად გადასახადის ნაკლები შედის. ასევე რა თქმა უნდა არის აქციზის გადასახადის გაძვირება ერთ-ერთი მიზეზი, რამაც შეიძლება კონტრაბანდული ესე ვთქვათ, ქვედინებები გამოიწვიოს ქვეყანაში. აქციზი ერთადერთი გადასახადია, რომლის ზრდაც ხელისუფლებას რეფერენდუმის გარეშე შეუძლია. 2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე დაწესებული აქციზი 15.20 თეთრით გაძვირდა. 2025 წლის მეორე კვარტალში შენახვა გადაზიდვის 243 ფაქტია გამოვლენილი, რაც სპეციალისტების შეფასებით საქართველოსნაირი მცირე ეკონომიკისთვის მაღალი მაჩვენებელია. 2018 წელს ქვეყანაში 74,848 ერთეული კოლოფი უაქციზო თამბაქო გამოავლინეს. 2019 წელს მაჩვენებელი 187,967 ერთეულამდე გაიზარდა. კონტრაბანდის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018
19-23 წლებში 2020 წელს დაფიქსირდა. სამართალდამცავებმა მხოლოდ ერთ წელში ამოიღეს 233,507 კოლოფი სიგარეტი აქციზის გარეშე. ზრდის ტრენდი შენარჩუნდა და კონტრაბანდის ზრდამ 26,764 კოლოფი შეადგინა 2021 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში. შეგახსენებთ, რომ ეს არის უაქციზო საქონლით შენახვა ტრანსპორტირების გამოვლენილი ფაქტები. ცალკეა შემთხვევები, რომლის გამოვლენაც ვერ მოხერხდა.